შილდოსანში მერკური გონების მმართველი პლანეტა ხა როგორ ვლინდება. შილდოსანი ეს არის იუპიტერის ენერგეტიკა. იუპიტერი არის გაფართოება. მერკურ შილდოსანს არ აინტერესებს დეტალები, აი ჩაძიება, ჩაკირკიტება. მას უნდა სულ დიდ სურათში დაინახოს რაღაცეები. მას უნდა კომუნიკაციის ფორმა იყოს ძალიან ფართო, ყოვლის მომცვლელი, მაგალითად დიდ იდეებზე საუბარი მოწონდეს. შილდოსან მერკურს სურს გამოხატოს, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი. ეს არის დიდი გაფართოების სურვილი. იდეალურ ვარიანტში თვითონ მერკური შილდოსანში არ არის კარგი მდებარეობა იმ კუთხით, რომ მერკური არის აი მოქნილი ანალიტიკური სწრაფი გონება. უცებ რაღაც სიტუაცია თუ შეიქმნა, მე ეს უცებ უნდა მოვაგვარო. უცებ მოხერხებულობა უნდა მიყვას ამისთვის, ხო? და შილდოსანი არის უფრო იუპიტერის ენერგია. მე აქ რაღაც დიდი ფილოსოფიური ხედვები უნდა განვავითარო, ჩემი რწმენა უნდა განვავითარო, რისი მჯერა, რა იდეალებს მივყვები, რა ღირებულებები მაქვს, ესეც შილდოსნის ენერგია არის. და მერკური აქ აი ამ კუთხით გეუბნებით, რომ ადი იდეებს, აი მარტივ კომუნიკაციაში, რომ აბა როგორ ხარ? და ეს შეიძლება გადაიყვანოს ცოტა ფილოსოფიურ ასპექტში, ხო? აი ეს ტენდენცია არის. იუპიტერიც რო შემოდის ესე ვიძახით ხოლმე გონების მმართველ პლანეტასთან, მე ვუყურებ, რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს აქ ასევე გაადიდოს, ანუ ემოციებში გადაიტანოს ინფორმაცია, ოღონდ ეს გრძნობები არ არის, ეს არის აი რაღაც აღმაფრენა, რაღაც დიცულოვნება, ესე რომ ვთქვათ, იუპიტერიანული ენერგია არის. ხო, შეიძლება სიტყვით დაეხმაროს ყველას, მაგალითად, გზააჩვენოს ყველას, ჭკუა ასწავლოს ყველას, მაგალითად. ზოგან ესე ვლინდება და ზოგან თუ კარგად არის განვითარებული ესეთი ადამიანი და თავისი რუკის პოტენციალი მაქსიმალურად კარგად აქვს, ძალიან კარგი პოლიტიკოსები არიან, მაგალითად, მერკური შილდოსნით, ძალიან კარგი კანონდებლები შეიძლება იყვნენ, ორატორები არიან ძალიან კარგები, ღირებულებების მატარებლები და გამავრცელებლები ამ ღირებულებების, ხო, აი ესეთ მაღალი საკაცობრიო ესეთი ღირებულებების. ეს ახასიათებს ზოგადად კარგად კონსტრუქციულ მერკურ შილდოსანს. ძალიან ხშირი არის პოლიტიკოსების კომბინაციაში, მაგალითად, იმიტომ რომ აინტერესებთ ყველაფერი, რაც გლობალური არის. მჭირდება ადამიანებთან რაღაც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. ეს კარგ ვარიანტს გულისხმობ ახლა აქტორი. ცუდ ვარიანტში შეიძლება ხო გეუბნებით, ვადიდებდე საკუთარ აზრებს, მაგალითად, ვასწავლიდე ყველას ჭკუას და მოვედებოდე. მე მართალი გითხრათ, ხშირად არ შემხვედრია ესეთი მერკური შილდოსანი, უფრო არის ხოლმე, რომ ძალიან აინტერესებთ ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური სწავლებები, ყველაფერი, რაც რაღაც დიდ აზროვნებასთან არის დაკავშირებული.